მოგესალმებით. ამ ვიდეო გაკეთებაში გაჩვენებთ თუ როგორ შეგვიძლია დავუმუშავოთ მონაცემები Excel-ში და ვაწარმოოთ მათზე ანალიტიკა. წარმოდგენილი გვაქვს შემდეგი ცხრილი. ეს არის პაციენტის ვიზიტები კლინიკაში. პირველ სვეტში ვხედავთ კლინიკების ჩამონათვალს, მეორე სვეტი ვიზიტ ID არის უნიკალური იდენტიფიკატორი ვიზიტის, registration type არის თუ როგორ მოვიდა პაციენტი საკუთარი ფეხით თუ სასწრაფო დახმარების მეშვეობით, გვაქვს რეგისტრაციის თარიღანი, როდის გაიხსნა ეს кейსი და გაწერის თარიღანი, როდის გაეწერა, patient ID, ანუ უნიკალური ID პაციენტის, შემდეგ თუ დაგვჭირდება პაციენტის დამატებით ინფორმაციის წამოღება, ამ სვეტით უნდა ვიხელმძღვანელოთ, გვაქვს დეპარტამენტზე ინფორმაცია, დიაგნოზზე პაციენტის და სერვისი თუ რაც შეიტარა მან. და ასევე გვაქვს revenue, ანუ რა შემოსავალი მივიღეთ კონკრეტულ სერვისზე, კონკრეტულ ვიზიტზე. ახლა საიდან შეგვიძლია რომ დავიწყოთ. პირველ რიგში მოდი მივხედოთ ვიზუალს. როგორც ხედავთ, რეგისტრაციის და გაწერის თარიღი არის რიცხობრივ ფორმატში წარმოდგენილი, ნაცვლად თარიღობრივისა. იმისათვის რომ გარდავქმნათ, უნდა მოვნიშნოთ ორივე სვეტი, დაკლიკებით და მაუსის გადატანით შეგვიძლია ერთი ვარიანტი ეგ არის, ან დავდგეთ რომელიმე უჯრაზე, რომელ სვეტიც გვინდა რომ მოვნიშნოთ და control space-ი, shift-ი მარჯვენა ისრით კი მონიშნოს გადმოვიტანთ მარჯვნივ. კარგით, ამ ორ სვეტში გვსურს რომ თარიღობრივ ფორმატი იყოს გამოსახული. ამისათვის მიმართავთ home ribbon-ს, home ribbon-ზე number ფორმატში არის ჩამოსაშლელი პანელი და აქ შეგვიძლია ავირჩიოთ short date. თუმცა, short date-ს არჩევისას საათობრივი ინფორმაცია იკარგება. თუ გსურს რომ საათებით წამოვიღოთ, მაშინ უნდა მივმართოთ number formats. გაიხსნება შემდეგი ფანჯარა. ამ ფანჯარის მოძახება შეგვიძლია control ერთიანითაც. კარგით. Date-ში როგორც ხედავთ, მთელი რიგი არჩევანია. ჩამოვსკროლოთ ქვემოთ და ვნახოთ ისეთი მნიშვნელობა, სადაც თარიღთან ერთად საათიც არის წარმოდგენილი. ხედავ ერთი არის 24 საათიანი ფორმატით, მეორე კიდე 12 საათიანი PM და AM ფორმატით. ავირჩიოთ 24 საათიანი ფორმატი. ოკეი? და ხედავთ, რომ თარიღთან ერთად საათიც წამოიღო. მოდი მოვნიშნოთ ჩვენი ცხრილი და გავუკეთოთ ბორდერები. ბორდერები შეგვიძლია home ribbon-ზე, ფონტის პანელზე, ჩამოვშალოთ borders-ი და მივცეთ all borders. მოდი ფონტით შევცვალოთ. ასვეტის ნებისმიერ უჯრაზე როცა ვდგავარ და control space ვაწვევი, მოინიშნება მთლიანი სვეტი. control shift მარჯვენა ისრით კი მონიშნული დიაპაზონის ბოლო სვეტზე გადავა მონიშნო. და home ribbon-ზე შემიძლია ავირჩიო ფონტი. მე მაქვს უკვე ფავორიტი ამ შემთხვევაში კალიბრი, ჩავწერ მას და დავწვევი enter-ს. ოდნავ დავაპატარავოთ ფონტიც, 11-ის ნაცვლად იყოს 10 და გავაფეროდოთ სათაური. დავდგეთ სათაურის პირველ უჯრაზე და control shift მარჯვენა ისრით მოვნიშნოთ სრულად. დავდგეთ fill color-ზე, ჩამოვშალოთ იგი და ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ფერი ამ სათაურისთვის. თუ მსურს რომ სათაურის გამორჩეული ბორდერი ქონდეს, მოვნიშნავ მარტო სათაურს, ჩამოშლ ბორდერებს და ავირჩევ უფრო მსხვილი ტიპის ბორდერი ქონდეს სათაურს, განსხვავებული რომ იყოს დანარჩენი უჯრებისაგან. ეს პრეფერენციის საკითხია, თუმცა მე მირჩევნია რომ ცხრილი არ იყოს მიბჯენილი Excel-ის კიდეებში. ამისათვის მოვნიშნავ მთლიან მწკრივს shift space-ით და ჩავაშენებ ახალ მწკრივებს. ერთი არის რომ დავაკლიკო მწკრივების მნიშვნელობებზე მაუსის მარჯვენა ღილაკი დავირჩიო insert-ი, ან ალტერნატიული იქნება control shift plus-ი ლეპტოპზე, ან control plus-ი. მოდი დაშორება შევქმნათ სვეტზეც, დავდგები ასვეტზე, control shift plus-ი შექმნის დაშორებას. ახლა მინდა რომ სკროლისას როცა ქვემოთ ჩამოდივარ, სათაურები კვლავ ხილვადი იყოს. ამისათვის ავსკროლოთ ჯერ ზემოთ, ყველა უჯრა რომ იყოს ხილვადი. დავდგეთ A სვეტის სათაურის ქვედა უჯრაზე. და რატო გეტყვით ცოტა ხანში. მივმართოთ view ribbons და ჩამოვშალოთ freeze panes-ი. აქ არის სამი არჩევანი. მეორე არის რომ გაიყინოს პირველი მწკრივი, მესამე არის რომ გაიყინოს პირველი სვეტი. მაგრამ როდესაც არც პირველი მწკრივია და არც პირველი სვეტი ჩვენი ცხრილის კონკრეტული სათაური. ამისათვის უნდა მოვნიშნოთ ჯერ შემდეგნაირად ისეთი უჯრა, რომ გაიყინოს ამ უჯრის ზედა ყველა მწკრივი და მარცხენა ყველა სვეტი. მე მსურს გაიყინოს სათაურის ჩათვლით ზედა ყველა მწკრივი, თუმცა არ მინდა გაიყინოს არც ერთი სვეტი. აქედან გამომდინარე ვდგავარ უკიდურეს მარცხენა სვეტზე, A სვეტზე. ბუნებრივია მის მარცხნივ ვეღარაფერი ვერ გაიყინება. ამიტომ ავირჩევ პირდაპირ freeze panes. და ვხედავთ რომ მიუხედავად იმისა რომ ქვემოთ ჩავდივარ, სათაური მაინც ხილვადი არის. იმ შემთხვევაში თუ გაყინვის გაუქმება მოგვინდება, აქ control Z-ი ან უკან დაბრუნება არ დაგვეხმარება. აქედან გამომდინარე კვლავ უნდა დავდგეთ view ribbon-ზე, ჩამოშალოთ freezing panes-ი და იქ ხელახლა დავაკლიკებთ პირველზე, რომელიც უკვე არათუ გააქტიურებს, არამედ მოხსნის უკვე დაყენებულ გაყინვას. იმისათვის რომ განვიხილოთ ცხრილში რა ინფორმაცია არის, უმჯობესია რომ გამოვიძახოთ ფილტრაციის ღილაკები. ეს შეგვიძლია data ribbon-იდან
sort and filter-ში ფილტრაციის გააქტიურებით. თუმცა როგორც ხედავთ mouse-ის შეყოვნებით, მისი გამოძახება შესაძლებელია შორტკატით Ctrl-Shift-L. ანუ რაღა ამისთვის დამიჭერია ხელი, რაღა მიმართავს კლავიატურით Ctrl-Shift-L-ზე. ფილტრაციის დაყენების შემდეგ შემიძლია ცხრილში კონკრეტული მონაცემი მოვფილტრო, მაგალითად, კლინიკების ჩამონათვალში ავირჩიო ერთ-ერთი. მიუხედავად იმისა, რომ აქ მრავლად მეორდება კონკრეტული კლინიკის დასახელება, ფილტრაციაში იქნება უნიკალური მონაცემი წარმოდგენილი. მე თუ მსურს მხოლოდ კლინიკა პრევენციის ვიზიტები ვნახო, მოვნიშნავ მხოლოდ მას, დავუწები OK-ს და აი ისიც. თუ მაინტერესებს კლინიკა პრევენციის ვიზიტები, სადაც დეპარტამენტი იყო კარდიოლოგია, ყველას მონიშნავს გავაუქმებ, მოვნიშნავ კარდიოლოგიას, დავუწები OK-ს. და კიდევ უფრო მეტად შევამცირებ მონაცემებს. თუ მაინტერესებს ჯამი, მოვნიშნავ კასვეთს, revenue სადაც არის და ქვედა ნაწილში ინტერფეისის წარმოდგენილი იქნება სწრაფი აგრეგირების მნიშვნელობები, ანუ ჯამი, county average. თუ მსურს რომ გამოვაჩინო ან გავაქრო რომელიმე მათგანი, ამ ნაწილზე მაუსის მარჯვენა კლიკით შემეძლება ჩეკი დავდო იმ პარამეტრებს, რომლის ნახვაც მსურს, ან მოვხსნა პირიქით, რომელიც აღარ მაინტერესებს. ახლა რაც შეეხება ფილტრაციის მოხსნას. ამ შემთხვევაში ორი სვეტი მაქვს გაფილტრული. თუ მსურს ცალკეულად ჰოსპიტალების სვეტს მოხსნა ფილტრი და დეპარტამენტებზე დავტოვო, პირდაპირ ჰოსპიტალის სვეტის ფილტრაციას ჩამოვშლი და ავირჩევ Clear Filters from Hospital. დეპარტამენტსაც თუ მოხსნით ფილტრს, ამრიგად ცხრილი იქნება გაუფილტრავი. და ახლა როგორ მოხსნათ ფილტრაცია ერთდროულად. Data ribbon-ზე საიდანაც განვათავსეთ ღილაკები, ასევე Ctrl-Shift-L-ით. აქვე არის ღილაკი Clear, რომელიც მოხსნის ფილტრაციას. მასზე დაკლიკებით ფილტრაცია სრულად მოიხსნება. არ აქვს მნიშვნელობა სად ვიდგებით. ასევე Ctrl-Z-ით დავუბრუნებ, ვინაიდან Clear ღილაკი არის ribbon-ზე, მე შემიძლია Alt შორტკატებით გამოვძახო იგი. ანუ ამ შემთხვევაში ის არის Data ribbon-ზე, ანუ Alt-i, როგორც ხედავთ, ვაწვევით A-ს და Clear-ი არის C. ანუ Alt-A-C დაგვეხმარება, რომ ფილტრაცია მოხსნათ ცხრილს. ახლა მოდი მეტი თვალსაჩინოებისათვის ჯამური შემოსავალი წამოვიღოთ ზედა უჯრაში, მაგალითად აქ. დავწეროთ ფუნქცია 3, რომელიც დააჯამებს რიცხობრივ დიაპაზონს. გავხსენებ ბრჭხილი. დავიწყოთ მონიშნვა პირველი უჯრიდან. დავრწმუნდეთ, რომ პირველ უჯრაზე ვდგავართ, ვინაიდან შეზღუდულია ხილვადობა სათაურის, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ ვარ ჩამოსული, სათაური მაინც ჩანს, შეიძლება ვიზუალურად მოვტყუდეთ, თუ არ მივაქციეთ ყურადღება, რომელ მწკრივზე ვდგავართ, ხო? შეიძლება გვიგონოს, რომ ეს არის პირველი უჯრა, რეალურად მის ზემოთ კიდე მრავალი ჩანაწერია. ავსკროლოთ ჯერ ზემოთ, ან დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად პირველი მწკრივი არის. Ctrl-Shift ქვედაისრით მოინიშნება მთლიანი დიაპაზონი ცხრილის, დავხუროთ ბრჭხილი და დავაწვეთ Enter-ს. დავხედავ, რომ ჩემი შემოსავალი ჯამური იყო 1,411,485. კარგი, დავუშვათ მაინტერესებს მარტო პრევენცია, ხო? ანუ პრევენციის შემოსავალი რა იყო? თუ დავდგები და მოვფილტრავ, იმ იმედით, რომ ჯამი შეიცვლება, იმედგაცრუებული დავრჩები, ვინაიდან 3-ს არ შეუძლია ფილტრაციას გაყვეს. იგი მაინც თავდაპირველად, რაც კი მოვნიშნეთ, იმას დააჯამებს. მაგრამ ის ამოცანა, რაც მე მაქვს, შეუსრულებელი არ არის. მოხსნათ ფილტრი. არსებობს კიდევ ერთი ფუნქცია, subtotal. დავუშვათ ქვემოთ დავწერ მას შემდეგნაირად. Subtotal უკვე მაძლევს არჩევანს, ჯერ რო ჯამი მინდა, საშუალო მინდა count-ი თუ ასე შემდეგ, მე მინდა ჯამი, ამიტომ ავირჩევ მე-9-ს, ან ჩავწერ პირდაპირ 9-იანს, მძიმე. Reference 1, reference 2 ამ შემთხვევაში კონცეპტუალურად იგივე რაც number 1, number 2, ხო? უბრალოდ ვინაიდან ეს მარტო დაჯამებას არ მოიცავს, არ კონკრეტდება რიცხობრივი მონაცემი იყოს თუ არა. ისევ დავრწმუნდა, რომ კვლავ პირველ უჯრაზე ვდგავარ, ავსკროლოთ ზემოთ, ავირჩიოთ პირველ უჯრა, Ctrl-Shift ქვედა ის არის და დავხუროთ ბრჭხილი. ხედავთ, რომ ჯამი იგივენაირია, ხო? ფორმატი რო გადავატარო ზედა უჯრაზე დავდგები, Home ribbon-დან ავირჩევ Format Painters, დაკოპირდება ზედა უჯრის ფორმატი ვიზუალურად როგორც არის იგი წარმოდგენილი და როცა დავაკლიკებ ქვედა უჯრაზე, ფორმატი გადმოკოპირდება. ნუ ხედავ, რომ იგივე ჯამს მაჩვენებს, ხო? ანუ რა შეიცვალა. ჯერჯერობით არაფერი, ვინაიდან ფილტრაცია არ გამიაქტიურებია. ახლა რომ მოვნიშნავ დავუშვათ ფილტრაციაში კლინიკა პრევენციას და OK-ს დავაწვევი. ხედავ, რომ ჯამის მნიშვნელობა შეიცვლება. თუ კიდევ უფრო მეტად დავკონკრეტდები და დავუშვათ ავირჩევ დეპარტამენტს ნევროლოგიას, ბუნებრივია ფილტრაცია განაგრძობს subtotal-ის მნიშვნელობაზე რეაგირებას. კარგით, მოხსნათ ფილტრაცია Alt-A-C. იმისათვის, რომ ცალ-ცალკე არ დამჭირდეს კლინიკების მოფილტრა, რომ ნახო მათი შემოსავალი, უმჯობესი იქნება ცალკეულწრილად წამოვიღო ეს მნიშვნელობები. როგორ მოვიქცე? პირველ რიგში მჭირდება კლინიკების ჩამონათვალი, ხო, უნიკალური სია. ამისათვის მოდი მოვნიშნოთ ჩვენი კლინიკების სვეტი, აი სათაურიდან დავდგები და Ctrl-Shift ქვედა ისრით
სელექცია შეიქმნება Ctrl+C. მონაცემები დაკოპირებულია. დავდგეთ ჩვენი ცხრილის გვერდით, დავრწმუნდეთ რომ ზემოთ, ავსკროლოთ და ჩავაკოპიროთ. Ctrl+V. კონტროლი ავტომატურად ჩააკოპირებს მნიშვნელობებს თავის ფორმატიანად. თუ მენდომება მხოლოდ მნიშვნელობების ჩაკოპირება, ანუ ფორმატის გარეშე, აქვე წამოვა ჩაფეისტების ვარიანტები, თუ დავკლიკოთ მათ, დავირჩევ values, ანუ ჩამისვი მონაცემები, ოღონდ მხოლოდ მნიშვნელობები, ფორმატი დაიკარგება. კარგით, ახლა რა მოქმედება განუხორციელო იმისათვის, რომ დუბლირებები გაქრეს და დარჩეს მხოლოდ უნიკალური ჩანაწერები. დავტოვოთ მონიშნა მთლიან დიაპაზონზე, მივმართოთ data ribbons და data ribbons-ზე გვაქვს ასეთი ღილაკი remove duplicates, რომელიც მდებარეობს data tools-ის სექციაში. რო დავკლიკავთ მასზე, გამოვა შემდეგი ფანჯარა. და ეს ფანჯარა მეკითხება შემდეგ რამეს. აქვს თუ არა ჩემს დიაპაზონს სათაური. ვიდრე ჰოსპიტალიც არის მოხვედრილი დიაპაზონში და თვითონ ვერ ახერხებს გამიჯნოს არის იგი სათაური თუ მონაცემი, ჭირდება ჩემგან დაკონკრეტება. რო კი ჩემს დიაპაზონს აქვს სათაური. მისი მონისვნით უკვე სათაური ჰოსპიტალი არ მიიღებს მონაწილეობას დუბლიკატების წაშლისგან, ხო? უკვე მეტყვის რომ column-ში არის ჰოსპიტალის მონაცემები. კი ბატონო, მაწყობს ვაწვევი OK-ს. და მეუბნება რომ 2007 ჩანაწერი წაიშალა და დარჩა 4 უნიკალური. კი ბატონო, დავაწვეთ OK-ს. ეს არის ჩემი ჰოსპიტალების სია, ჯანი, ზრუნვა, პრევენცია და თადარიგი. ახლა როგორ მოგცე რომ ნახოს შემოსავლები? ოღონდ კლინიკების მიხედვით. ეს არის დაჯამება პირობის და მიხედვით, ანუ 3 if-ი. დავდგეთ ახალი ცხრილის პირველ უჯრაში, ამ შემთხვევაში ჯანის გასწვრივ და დავწეროთ ფუნქცია 3 if-ს. გავხსნათ ფრჩხილი. რა პარამეტრები გვაქვს? ერთი არის sum range, criteria range და criteria. Sum range არის დასაჯამებელი დიაპაზონი. ამ შემთხვევაში ხა ამოცანა, რადგან მაქვს შემოსავლების ჯამი კლინიკების და მიხედვით, ჩემთვის დასაჯამებელი დიაპაზონი, ანუ sum range გამოდის revenue სვეტის მონაცემები. ამიტომ მოვნიშნავ ჯერ პირველ უჯრას კახუც, Ctrl+Shift ქვედაისრით შევქმნი სელექციას ბოლო უჯრამდე და შეგახსენებთ, ხო, როგორ წარმოიქმნება დიაპაზონი მონაცემების. პირველი უჯრა, ორი წერტილი და ბოლო უჯრა. ასე ხდება ეს, რომ ამ არეალში უნდა წამოიღოს მნიშვნელობები. თუ მოვნიშნავთ მათ და მაუსს შევაყენოთ, ხედავთ, რომ ზუსტად ეს ლისტის სახით ხდება მისი შეგროვება. 270 წერტილმძიმე 80 წერტილმძიმე 85 ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ახლა მე უნდა გავყინო ეს დიაპაზონი. და გაყინვაში რას გულისხმობ? უნდა მოვნიშნოთ იგი და დავწვეთ F4 ღილაკს. F4 ღილაკი თითოეულ მათგანს, ანუ K-საც და 5-საც, რაც გულისხმობს K-სვეტს და მეხუთე მწკრივს, ფიქსაციას უკეთებს. ანუ მე რო პერსპექტივაში ამ ფორმულას ჩამოვავრცელებ, მე არ მინდა რომ ჩამოვავრცელებო ფორმულას გაყვეს ეს მნიშვნელობა. მე ყოველთვის მინდა რომ revenue განისაზღვროს დაწყებული K5-დან, ეს არ შეიცვალოს, დამთავრებული K2015-ით. მე თუ არ გავყინავ ფუნქციის ჩამოვავრცელებასთან ერთად ეს დიაპაზონი დაიწყებს ცოცვას და გადავა ქვედა მონაცემებზე, ხო? აქედან გამომდინარე ზედა მონაცემებს დავკარგავ. რაც რიცხობრივად ამ შემთხვევაში შეიძლება ტრაგედია არ იყოს 4-5 მონაცემის დაკარგვა, მაგრამ არასასურველია, იმიტომ რომ რეალურ სურათს ავწდებით. აქედან გამომდინარე საჭირო ხდება რომ გავყინოთ როგორც თავი, ისე ბოლო. კაი, მძიმე. და criteria range ხა ამ შემთხვევაში არის ჰოსპიტალის სვეტი, რატო? რადგან ჯამური შემოსავალი ჰოსპიტალების და მიხედვით გულისხმობს რომ ჰოსპიტალია, ხო, გამსაზღვრავი დაჯამების. ამიტომ დავდგები B5 უჯრაზე, Ctrl+Shift ქვედაისრით მოვნიშნავ B2015-ის ჩათვლით. დავაჭიროთ F4-ს და ორივე გაიყინება. მძიმე. დაგვრჩა ერთადერთი პარამეტრი, რომელიც არის კრიტერია. კრიტერია უნდა იყოს მონაცემი, რომელიც მოიძებნება criteria range-ში. ამ შემთხვევაში, რადგან ჰოსპიტალების მიხედვით ვაჯამებთ, ხო, ნაუთხრათ, რომელი ჰოსპიტალისთვის გვაინტერესებს ამ შემთხვევაში. ბუნებრივია და ინტუიტიურია, რომ იყოს ფორმულა, რომელ უჯრაში წერია მისი მეზობლის, ხო? აქ რო დაბრუნდება რიცხვი, უნდა იყოს კლინიკა ჯანის, ქვედა უნდა იყოს ზრუნვასი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ ახლა ამ შემთხვევაში გაყინვა არ არის აუცილებელი, დავხუროთ ფრჩხილი, დავაწვეთ Enter-ს. და წამოიღებს ჯანის შემოსავალი ყოფილა 670 და 750. ჩამოვავრცელოთ ფორმულა და ვხედავთ, ხო, თითოეული მათგანისთვის შესაბამის რიცხობრივ მნიშვნელობას წამოიღებს. მოდი ფორმატი გადავავრცელოთ, რომ ძიმით იყოს განცალკევებული 1000-ები. მოვნიშნოთ დიაპაზონი. Home ribbon-ზე number formatting-ის სექციაში არის ძიმეს სიმბოლო, მასზე რო დავაკლიკავთ, ხედავთ, რომ ძიმით გამოყოფს 1000-ებს. და ნუ 10 წელადებსაც წამოიღებს. ამ შემთხვევაში 10 წელადები არ გვაქვს, ამიტომ შეგვიძლია ნულები უბრალოდ დავმალოთ. სათაური დავარქვათ revenue, დავადოთ border-ი. ფონტი ავირჩიოთ კალიბრი, დავაპატაროთ 10-მდე და ეგ არის. დავამატოთ კიდე ერთი ცხრილი. ამ შემთხვევაში კვლავ მსურს, რომ კლინიკების მიხედვით იყო ჩაშლილი, თუმცა მინდა რომ
კლინიკებთან ერთად იყოს წამოღებული დეპარტამენტებიც ამ შემთხვევაში ჰორიზონტალურად. შევხედოთ დეპარტამენტის სვეტს, მაქვს სულ რაღაც 3 ჩამონათვალი: კარდიოლოგია, ნევროლოგია, ორთოპედია. როგორც წინაზე ესე მოვაკოპიროთ ესეც. წამოვიღოთ გვერდზე მივუდგათ სადმე აქვე და ჩავფეისთოთ და წავშალოთ დუპლიკატები. დუპლიკატების წაშლა შეგახსენებთ იყო data ribbon-ზე, data tool-ში remove duplicates. ვინაიდან ribbon-ზე შემიძლია alt-A, რომ data ribbon-ზე დადგეს და M-ით გამოვიძახო იგი. გაიხსნება ისე ის ფანჯარა, ამ შემთხვევაში მიხვდა რომ დეპარტამენტი header-ი იყო და თვითონ გამოყო, ყველაფერი რიგზე არის, დავუწევი OK-ს, დუპლიკატები წაიშლება. ხოლო ახლა ეს ინფორმაცია რომ გავშალო სვეტებად, ჯერ დავაკოპიროთ ისინი, დავდგეთ პირველ უჯრედს, საიდანაც უნდა მოხდეს ჩაშლა და ჩავფეისთოთ ოღონდ transpose-ით. Transpose-ის საშუალებას მოგცემს, რომ მაგალითად მწკრივებად გაშლილი მონაცემი სვეტებად გაიშალოს და ნუ სვეტებით გაშლილი მონაცემი პირიქით. ამ შემთხვევაში გაიშლება სვეტებად. ეს უკვე აღარ გვჭირდება, შეგვიძლია წავშალოთ, Control Space მონიშნავს სვეტს და Control მინუსი მას წაშლის. Control მინუსი როგორც Control Shift პლუსი ამატებდა სვეტებს, ან მწკრივებს, Control მინუსი წაშლის მათ. მონაცემები გვაქვს. ეხლა რადგან არ ეტევა დასახელებები, შეგვიძლია მოვნიშნოთ ეს 4-ვე სვეტი Control Space-ი. ორჯერ დავაკლიკოთ ნებისმიერი მათგანის კვეთის წერტილზე და ავტომატურად მოხდება მათი მორგება საჭირო სიგრძეზე. დავადოთ ბორდერი და დავიწყოთ მონაცემების წამოღება. კვლავ მსურს revenue ამ შემთხვევაში უკვე კლინიკების და დეპარტამენტების მიხედვით. დავიწყოთ. 3 ვსი, გავხსენებ ჭხილი. 3 range-ი არის კვლავ revenue-ის მონაცემები, ამიტომ მოვნიშნავ მათ და გავყინოთ. ძიმე. კრიტერია range ახლა 2 მაქვს, ხო? მაგ კრიტერია range 1 შეიძლება იყოს კლინიკა, ან კრიტერია range 2 შეიძლება იყოს ასევე დეპარტამენტი. სულ ერთია რომლით დავიწყოთ, მაგრამ მოდი მოვნიშნოთ ჯერ კლინიკები. F4-ით გავყინოთ ესეც. კრიტერია კი უნდა იყოს ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კლინიკა. ვინაიდან კრიტერია range 1 იყო კლინიკა, კრიტერია 1 უნდა იყოს მასში შემავალი, ხო? ხო და M11 ხა ამ შემთხვევაში უნდა გაიყინოს სვეტზე. ვინაიდან მას უნდა შეეძლოს M11-დან M12-ზე, M13-ზე და M14-ზე გადასვლა, თუმცა მე რომ ამ ფორმულას გადავარჩელებ მარჯვნივ, სვეტი M-ი არ უნდა შეიცვალოს N-ზე და O-ზე, ხო? უკვე აქ ვეღარ მოძებნის კლინიკას. მარტო ერთადერთი სვეტი, სადაც შეუძლია კლინიკაზე მონაცემები ნახოს, არის M სვეტი. ბუნებრივია კრიტერია range 1 იყო კლინიკები, ახლა მეორე იქნება დეპარტამენტები, ხო? ამიტომ დავდგები დეპარტამენტების სვეტზე, მოვნიშნავ დიაპაზონს, გავყინოთ ესეც F4-ით, ძიმე. კრიტერია 2 კი ამ შემთხვევაში იქნება სათავრიდან წამოღებული, ხო, header-იდან. ანუ სვეტებად გაშლილი რაც არის დეპარტამენტის დასახელებები. ავრჩევ ამ შემთხვევაში კარდიოლოგიას, რომელ უჯრასაც ეს სადაგება ჩვენი ფორმულა და გავყინავთ ამ შემთხვევაში არათუ სვეტს, არამედ მწკრივს, ანუ 10-იანზე. ვინაიდან მე-10 მწკრივზე არის კარდიოლოგიაც, ნევროლოგიაც, ორთოპედიაც, თუმცა არიან სხვადასხვა სვეტზე, N-ზე, O-ზე და P-ზე. ამიტომ მე მივცემ თავისუფლებას იმოძრავ სვეტზე და დავხურავ ჭხილს. კი ბატონო, მოდი ხა ჩამოვავრცელოთ და გადავავრცელოთ ჩვენი ფორმულა. ფორმატიც გამოვყოთ და ნულები დავმალოთ. და უკვე გასაგები ხდება, რომელ დეპარტამენტებში, რომელ კლინიკას აქვს მეტი შემოსავალი, რომელში ნაკლები. მოდი ახლა შევმატოთ მონაცემით ჩვენს ცხრილს, რათა დამატებით შევძლოთ ანალიტიკური ოპერაციის განხორციელება. ჩვენ შეგვიძლია რეგისტრაციის თარიღის მიხედვით გამოვყოთ დღე, ანუ რომელ დღეს მოვიდა პაციენტი. იყო ეს ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი თუ ასე შემდეგ. ამისათვის მოდი დავდგეთ ეს სვეტზე, მაუსის მარჯვენა კლიკით ან Control Shift პლუსით ჩავაინსერტოთ სვეტი და დავარქვათ weekday, ანუ კვირის დღე. ახლა როგორ გამოვყო კვირის დღე კონკრეტული თარიღიდან? ერთი ვარიანტია თავად ფუნქცია weekday, რომელიც დაგუბრუნებს რიცხობრივად იმას თუ რა დღე არის კონკრეტული თარიღი. მაგალითად, თუ დავწერ ფუნქცია weekdays, მაქვს შემდეგი არჩევანი, ავირჩიოთ serial number, ამ შემთხვევაში იგულისხმება თარიღი, ძიმე და შემგეთხება ფორმაც, ხო? ანუ ერთიანი ჩაითვალოს კვირად და 7-იანი შაბათად, თუ ერთიანი ჩაითვალოს ორშაბათად და 7-იანი კვირად. ანუ ქვეყნების დამიხედვით განსხვავდება, ხო, ინტერპრეტაცია კვირის დღეების რიცხობრივად, ამიტომ ჩვენ ჩვენსაც მოვერგოთ ერთიანი იყოს ორშაბათი, დავხუროთ ჭხილი, დავაწვეთ Enter-ს. ამრიგად ერთიანი წამოვა, თუ კი კონკრეტული თარიღი იქნება ორშაბათი. მაუსის ორჯერ დაკლიკებით ფუნქცია გადავრცელდება დანარჩენ უჯრედს. მეორე ვარიანტი არის ფუნქცია ტექსტით.
მაგალითად, ნაცვლად weekday ფუნქციისა მე თუ დავწერ ფუნქცია ტექსტს, გავხსნებ ჭხილს. ავირჩევ უჯრას, რომელშიც არის თარიღი, ძიმე. ახლა უნდა უთხრა ფორმატი. მე მინდა წამოიღოს დღე სრულად, ხო? ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობ რომელი კვირის დღე არის. მე მინდა წამოიღოს კვირის დღე. და ამის მინიშნება Excel-ზე შესაძლებელია ბრჭყალებში, ანუ რადგან ტექსტობრივად უნდა მივაკუთვნო ფორმატი, აუცილებლად უნდა იყოს ნებისმიერ ტიპის ტექსტი ბრჭყალებში, როდესაც ფუნქციას ვწერთ. Excel-ისთვის თარიღობრივი ფორმატირება შემდეგნაირია. Y არის წელიწადის აღნიშნავი, M არის თვის აღნიშნავი და D არის დღის აღნიშნავი. თუმცა რამდენ D-ს ჩავწერთ, განსაზღვრავს თუ როგორ წამოიღებს ამ დღეს. თუ ჩავწერთ დავუშვათ 2D-ს, დავხრობ ჭრილს და დავუწვევით Enter-ს, ეს იქნება კონკრეტული თარიღიდან დღე რიცხობრივად, 10 იანვარია თუ 15 იანვარია. მაგრამ თუ დავამატებთ D-ს და გავხდით 3D-ს, ან საერთოდ 4-ს, წამოიღებს კვირის დღეს. Monday თუ 4D იქნება და შემოკლებით იქნება თუ ჩავწერთ 3D-ს. ამ შემთხვევაში ტექსტობრივად მირჩევენ, ამიტომ გადავავრცელებ დანარჩენ უჯრებზე. დამატებით ინფორმაცია გვაქვს. უკვე შეგვიძლია ამაზეც გავაკეთოთ ელემენტარული დათვლა. დავაპატარავთ ეს სვეტი, წამოვიდეთ აქ, ჩავწეროთ კვირის დღეები. სათავე დავარქვათ weekday და პრინციპში ხელით ჩამოვწეროთ Monday და ნახეთ Excel-ს თავისით შეუძლია დაასრულოს კვირის დღეები, რადგან ხვდება რასაც ვაპირებთ, როდესაც Monday-ის ჩამორჩელებას ვფიქრობთ, თვითონ კარნახობს კიდევაც. სანამ ხელს აუშვებთ, რომ კვირამდე ხდება ჩამორჩელება. გავგზავნოთ ზომაში და მოდით გვერდით ასვეტი იყოს ამ visit amount-ი. ანუ რამდენი ვიზიტი იყო რომელ დღეს. იმისათვის რომ დავთვალო ვიზიტების რაოდენობა, შემიძლია შემდეგი პირობით ვიხელმძღვანელო. ახლა ამ ცხრილში, რადგან რომელშიც პაციენტის ვიზიტები მაქვს, თითოეული ჩანაწერი, თითოეული მწკრივი არის უნიკალური ვიზიტი. ამიტომ მე თუ უბრალოდ მწკრივების რაოდენობით მივუდგები და მწკრივების რაოდენობას დავთვლი, რეალურად მექნება ვიზიტების რაოდენობაც, ხო? ამიტომ ამ პრინციპიდან გამომდინარე, რამდენჯერაც ეწერება Monday, ანუ იმდენი ვიზიტი იყო ორშაბათს. და რამდენჯერ ეწერება კვირა, იმდენი ვიზიტი იყო კვირას. ამიტომ დავდგები visit amount-ის ქვემოთ, Monday-ის გასწვრივ და ამ შემთხვევაში გამოვიყენებ ფუნქციას COUNTIFs და გავხსნებ ჭხილს. COUNTIFs-იც მსგავსად სამებს არის აგრეგირების ფუნქცია. თუმცა ის არაფერს არ აჯამებს, ის პირდაპირ ითვლის მონაცემებს. და ჩემთან ახლა დასათვლელი არის კვირის დღეების რაოდენობა ცხრილში. ამიტომ დავდგები პირველ ჩანაწერზე, Monday-დან მოვნიშნავ მთლიანად, გავყინოთ ეს აუცილებლად, ძიმე და პრინციპი იგივეა, ხო? კრიტერია range-ერთი მაქვს, მაშინ უნდა მივუწოდო კრიტერია 1, რომელიც შედის ამ დიაპაზონში, ამ შემთხვევაში პირდაპირ მეზობელი უჯრა. რადგან ერთსვეტიანია და მარტო სვეტზე ვაპირებ გადავრცელებას, გაყენო აუცილებელი არ არის, დავუწვეთ Enter-ს და ჩამოვავრცელოთ. და უკვე ჩანს, რომ ვიზიტების რაოდენობა იკლებს შაბათ-კვირას და მაქსიმალურს აღწევს კვირის პირველ დღეებში, ან პარასკევს. ესეც შეიძლება საინტერესო იყოს ინფორმაციის კუთხით. იგივე პრინციპით მოდი შევმატოთ ცხრილს ინფორმაცია ამჯერად პაციენტზე. გადავიდეთ ამისათვის პაციენტ ბაზაზე და ვნახოთ რა შეგვიძლია რომ წამოვიღოთ. ხედავთ რომ patient ID-ის, ანუ იდენტიფიკატორის მიხედვით გვაქვს ინფორმაცია პაციენტის სახელგვარზე, მისი სხეულის მასის ინდექსზე, პირადი ნომერი დავუშვათ, სქესი, საცხოვრებელი ქალაქი, დაბადების თარიღი და ტელეფონის ნომერი ასე ვთქვათ. აღნიშნული ინფორმაცია არის შემთხვევების პრინციპით დაგენერირებული. და მოდი წამოვიღოთ პაციენტის სქესი, რათა შესაძლებელი გავხადოთ სქესის მიხედვით ვიზიტების დათვლა. დავბრუნდეთ ვიზიტების ცხრილზე, დავდგეთ patient ID-ის სვეტის მარჯვნივ და აქაც ჩავამატოთ სვეტი. და დავარქვათ patient gender. როგორ მოგვაქვს მონაცემი? ამისათვის გამოგვადგება ფუნქცია VLOOKUP-ი. არსებობს უფრო ახალი ვერსია XLOOKUP-იც, ამაზე ცალკე მაქვს ვიდეო, თუმცა VLOOKUP-ი Excel-ის ძველ ვერსიებშიც შეგვხვდება, ამიტომ მასზე ვკონცენტრირდეთ. გავხსნათ ფრჩხილი. რა არის lookup value? Lookup value არის საძიებო ინფორმაცია, ამ შემთხვევაში patient ID. მე patient ID-ის დახმარებით უნდა მივაკულიო ინფორმაციას ცალკეულ ცხრილში, რომელიც წეღავ ნახეთ. დავწეროთ მძიმე და table array. Table array-ისთვის უნდა გადავიდეთ უკვე წამოსაღებ ინფორმაციაზე და ხდება მონიშნა შემდეგნაირად. Table array აუცილებლად უნდა დაიწყოს დიაპაზონის მონიშნა იმ სვეტიდან, რომელშიც ვეძებთ ინფორმაციას,
ამ შემთხვევაში patient ID მოვნიშნოთ იგი სრულად და უნდა მოიცავდეს სვეტს, რომელიც გსურს რომ დაუბრუნოთ. ამ შემთხვევაში უნდა დაუბრუნოთ ინფორმაციას case-თან დაკავშირებით. ეს დიაპაზონი გავყინოთ აუცილებლად და მძიმე. ეხლა რადგან რამდენიმე სვეტი მოვნიშნეთ, Excel-ით ჩემს ნაცვლად ხო ვერ მიხვდება მე რისი წამოღება მინდა. მე მინდა წამოიღო პაციენტის სქესი. ამიტომ უნდა ვუთხრა, რომ იგი არის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე სვეტი მონიშნულში. აქ ჩავწერ 5-იანს, მძიმე. და ეს მნიშვნელოვანია, რომ დავაკონკრეტოთ, როგორი ტიპის ძებნა გსურს. მე მსურს exact match, ზუსტი მნიშვნელობა. იმიტომ რომ VLOOKUP-ი სხვა საჭიროებებისთვისაც გამოიყენება, სადაც ზუსტი ძებნა არ არის საჭირო, მაგრამ ამ შემთხვევაში რომ მიახლოებული მოვძებნოთ, შეიძლება ზოგიერთ ჩანაწერზე არასწორი ინფორმაცია წამოვიდეს. რადგან კონკრეტულ ადამიანს ვეძებთ, მნიშვნელოვანი აქვს სიზუსტე. დავხურეთ ფრჩხილი, enter-ი. წამოიღო მამრობითი კონკრეტულ პაციენტზე. დავაკლიკოთ ორჯერ კიდეში და ჩამოვრცელდება ფუნქცია. და ახლა თუ მსურს ინფორმაცია ვიზიტებზე დავთვალო პაციენტის სქესის მიხედვით, იგივეს გავაკეთებ, ხო, დავდგები, დავწერ patient genders, სვეტი რომ მოერგოს ზომას და ბარემ ხელით ჩავწერ, ეს არის მამრობითი და მდედრობითი. გვერდით დავწეროთ visit amount-ი და ვიმეორებთ იგივეს. count ifs, გავხსენეთ ფრჩხილი. მოვნიშნოთ პაციენტის სქესი სრულად, გავყინოთ იგი და კრიტერია ავირჩიოთ ფუნქციას, რომელ უჯრაში ვწერთ, მისი შესატყვისი უჯრა. გაყინვა არ არის აუცილებელი აქაც იგივე მიზეზით, რადგან გადავრცელებას არ ვაპირებ. და უკვე გამოჩნდა ხო, რომ უფრო მეტი მდედრობითი სქესის პაციენტი ყავს, ვიდრე მამრობითის. ამ ეტაპისათვის ჩვენ შევქმნით 4 ცხრილი, სადაც უკვე გარკვეული ინფორმაცია იკითხება. დამატებით რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ერთი ის, რომ შეგვიძლია მოვნიშნოთ პირველი ცხრილი. პირველ ცხრილზე დაყრდნობით შეგვიძლია წამოვიღოთ დიაგრამა, ამიტომ დავდგეთ insert-ზე და ჩარტების, ანუ დიაგრამების სექციაში ვნახავთ, არის მთელი რიგი არჩევანი. ერთი რომ შემიძლია დავაკლიკო recommended charts და აქედან ავირჩიო, ან უკვე აქ ვიცი, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაციას მოუხდება bar chart. ჩამოვშალოთ იგი და ავირჩიოთ 2D columns-ში პირველი. ესეც ჩემი დიაგრამა. გამოვწიოთ სადმე გვერდით, რომ აღქმადი იყოს და დავაპატარავთ იგი. ზომის შესაცვლად შეგვიძლია კიდეში მოვკიდოთ მაუსი და ჩვენ სასურველ არეალს მოვარგოთ. თუ გსურს რომ სიმეტრია დავიცვათ Excel-ის კედლებში რომ ჩაჯდეს, შეგვიძლია პარალელურად დავაჭიროთ Alt Relax და ამით იგი კედლებზე ჩაჯდება ზუსტად. ამ შემთხვევაში გავსწორდება X სვეტის კედელს. სქესის მიხედვით ვიზიტისთვის კი უფრო მოსახერხებელი ჩარტის ტიპი იქნება pie chart. ამიტომ მოვნიშნავ ამ ახალ ცხრილს, დავდგები დიაგრამების სექციაში pie chart-ზე, ჩამოვშლი მას და ავირჩიოთ პირველივე. ესეც დავაპატარავოთ შემდეგნაირად. კვირის დღეების ვიზიტებისთვის კი კარგი იქნება, რომ გამოგვეძახა conditional formatting-ი. Conditional formatting-ი მდებარეობს home ribbon-ზე, სტილის სექციაში. ჩამოშალოთ conditional formatting-ი და ავირჩიოთ data bars-ი. Data bars-ის მეშვეობით აქ უკვე ფერის დაკონკრეტება ხდება, თუმცა პირობა იგივეა. შესაძლებელს ვხდით, რომ უჯრის შიგნით მოხდეს დიაგრამის სახით გამოსახვა თუ რომელი მონაცემი რომელზე დაახლოებით რა პროპორციით აღემატება. სრული შემთხვევაში ჩამოშალოთ კვლავ conditional formatting-ი, შევიდეთ manage rule-ში, რომ უკვე გააქტირებული formatting-ი დავაკორექტიროთ, აგერისის დავაკლიკოთ ორჯერ და აქ უკვე მაქვს საშუალება დამატებითი ცვლილებები შევიტანო. ერთი რომ შევცვალო ფერი და ცოტა უფრო კრთალი ავირჩიოთ და მეორე რომ გავაქრო რიცხობრივი მნიშვნელობები, დავტოვო მხოლოდ ვიზუალი. დავაწვევი OK-ს, გავიმეორებ და მხოლოდ ვიზუალი იქნება ხილვადი. სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეოს საკითხები. კითხვების შემთხვევაში მომწერეთ და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. მადლობა ყურადღებისთვის.